გამარჯობა საქართველოს ნანდის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფიჯი. მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი ბიზნეს კლასის გზავრობა და ამის ფონზე აგიხსნათ რა მიზანი აქვს ლუქსიუმს ყველა თქვენთაგანისთვის. ძალიან მარტივი რამ. როდესაც ადამიანი არის ფინანსურ პრობლემებში, მას არაფრისთვის არ ცალია. და ზუსტად სისტემას აწყობს ეს. ადამიანი რო იყოს ღარიბი, თუმცა არც ისე ღარიბი, რომ ბუნტი მოაწყოს, ხო? და ეს აწლეულები გრძელდება და ჩვენი ცხოვრება გადის. ამიტომ ლუქსიუმის ჯერ კიდევ ჩვენ შეცვალ საქართველოს ეგიდით დავიწყეთ ეს, ხო? შეცვალ საქართველოს შექმნა საუკეთესო პროგრამა საქართველოს ისტორიაში და ამ პროგრამის იმპლემენტაციის შემთხვევაში ხდებოდა ზუსტად ის, რაზეც მე ვსაუბრობ. ყველა ოჯახი დიდარი. და ეხლა უკვე ლუქსიუმის ეგიდით ვაკეთებთ ამას გლობალურ მასშტაბით. ჯერ ვიწყებთ საქართველოსდან და იდეა არის ძალიან მარტივი. როდესაც მე ხავ ვიმგზავრებ ბიზნეს კლასით. 12 საათიანი ფრენა მქონდა. საქმეები მაქვს მილიონი. გამოუძინებელი ეკონომ კლასით რომ მემგზავრა, თითქმის 2 დღეს კარგავდი. დროის სხვაობის გამო და ასე შემდეგ. და ბიზნეს კლასით რომ მგზავრობ, იდეალურად არ გძინავს რა თქმა უნდა, მაგრამ დასვენებული ჩამოდიხარ, ენერგიებზე ჩამოდიხარ. გამთენის 5 საათზე ჩამოვედი და წამოვედგეთ ენერგიებზე ვარ, ხო? ამიტომ გონებას აღარ უნდა დაბრუნება წარსულში, გონებას აღარ უნდა დაბრუნება ეკონომში. აი ეს არის მთავარი ჩვენი ხელჩასაჭიდი, რაც რა მიზანიც აქვს ლუქსიუმს, რომ დაანახოს, გემოგააგებინოს, რას ნიშნავს ნორმალური ცივილური ცხოვრება, როგორც მაგალითად შვეიცარიელი ცხოვრობს. და შვეიცარიაში ზუსტად იმიტომ არის აწყობილი ქვეყანა და იმიტომაც ხელმისაწვდომია მათ შორის რეფერენდუმები. და საქართველოში გვიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ აბა მიდი გამოაცხადე, ვერ გამოაცხადებ, ხო? ამიტომ ყველა მთავრობას ეშინია მდიდარი მოსახლეობის და სიმდიდრე არის ერთადერთი გამოსავალი, რომ გავარღვიოთ ეს კორუფციული მატრიცა მთელ სოფლიოში. შეიძლება ძალიან რადიკალურად ჭრეს რაღაც გლობალური ცვლილებები, კორუფციული მატრიცა და ასე შემდეგ, მაგრამ ლუქსიუმი ამას ადრე თუ გვიან მიაღწევს. ვიღაცა ამას ადრე თუ გვიან გააკეთებდა. ვიღაცა ადრე თუ გვიან მიხვდებოდა იმას, რომ 1000 წლოვანი ნაგავი სისტემა, რომელიც დამყარებულია მეფე დედოფალზე და ის ერთეულები მართავენ მთელს ქვეყანას და საწყალი ბავშვები და ხალხი არის სიღარიბეში, ეს დასრულდება ადრე თუ გვიან. ვიღაცა დაასრულებდა ამას. და რატომაც არა, რომ ჩვენ ვიყოთ ეს ვიღაცა. ჩვენ ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ და ყველა შემოერთებული ადამიანი ამაში დებს ფუნდამენტს. არა მხოლოდ საქართველოს დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზე. ამიტომ ვინც არ ხართ შემოერთებული, შემოგვიერთით რომ გააძლიეროთ ეს მოძრაობა.